ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. ჩვენ დავბრუნდით ეთერში უკვე განახლებული მეორე სეზონით, მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი. დღეს ორშაბათია 13 იანვარი და ვიწყებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. 14 საათი და 11 წუთია თბილისის დროით. და შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონში ფოკუსში გვექნება მოქცეული მე-11 მოწვევის საქართველოს პარლამენტის საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მოვლენები. ჩვენ შეგახსენებთ, რომ პირველი სეზონი დაკავშირებული იყო საპარლამენტო არჩევნებთან, ჩვენ ფოკუსში იყო CSKO და მისი მიმდინარეობა. როგორც კი შევაჯამეთ პირველი სეზონი და პარლამენტი შეიკრიბა და დავამთავრეთ, შემდეგ დაიწყო სხვა ახალი ციკლი პოლიტიკური, მიკროციკლი, ესე ვთქვათ, პროტესტის ტალღა, რაც მოყვა 28 ნოემბრის განცხადებას და ეს პროცესები დღემდე გრძელდება. ჩვენ ვიწყებთ ამ სეზონს და სწორედ აი ამ ფონზე უკვე ახალმოწლებმაც ჩაიარა და ჩვენ გვინდა რომ ეს პირველი გადაცემას მოვიყვწვევთ სპეციალური სტუმარი. ეს არის შალვა რამიშვილი, პოზიტივის დამფუძნებელი და კიდევ უამრავ სხვა მრავალ ათეულწლიან რეგალიას არ ჩამოვთვლი, მაგრამ საინტერესოა, თქვათ მისიაზე, იმიტომ რომ მე ხა ფიქრობდი, როცა მოვდიოდი, რომ ბოლოს როდის იყავი რამე სტუდიაში ან ეთერში რესპონდენტად. ძალიან დიდი ხანია ყოფილი, არ არის ამის საჭიროება, იმიტომ რომ მე ჩემს აზრებს ყოველთვის ჩვენი ტელევიზიისა და ჩემი Facebook-ის მეშვეობით დიდ ავტორიას უზიარებ. ეგ მიფიქრია მეც, მაგრამ მაინც როცა ხარ რაღაცა მოწვეული სტუმრის რანგში, მაინც განსხვავებულია ხოლმე და განსხვავებულად ლაპარაკობ. თორე ჩვენ ხო უკვე ტრადიციული წამყვანი და სტუმარი აღარ არსებობს თანამოსაუბრს ხაშურის, ბევრ მსმენელს გონია ხოლმე, რომ აი აცალე სტუმარს. ეს არის დისკუსია, სადაც არც მე ვარ ტრადიციული ჟურნალისტი და არც შენ სხვათა შორის. ღმერთმა დაგვიფაროს. ხო, და ამიტომ ეს არის დაგვიფაროს ჟურნალისტობისგან, კი ბატონო. მაგრამ მაინც გარკვეულ მოდერაციას მე გავაკეთებ და ჩემი მთავარი საკითხი და კითხვა მსმენელიც რომ მიხდეს არის შემდეგი, რომ არის თუ არა დღეს საქართველოში ომი. იმ გაგებით რომ მე მიმაჩნია რომ დღეს მედია სივრცე საერთოდ არ მარტო საქართველოში მთელ მსოფლიოშიც, იმიტომ რომ ჩვენ გადავედით ჰიბრიდული ომის ეპოქაში, საინფორმაციო ომი გახდა ყველაზე მთავარი და ნომერი 1, უკვე ბრძოლის ველზე, ნამდვილ ბრძოლის ველზე, სადაც ადამიანები იხოცებიან, რაც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ტრაგედია, მაგრამ თითქოს ამან გადაინაცვლა, იმიტომ რომ საინფორმაციო ველში მიმდინარე დაპირისპირება არა მარტო უფრო მძაფრი, არამედ განსაზღვრელიც არის იმისი, რა მოხდება ბრძოლის ველზე. შენც მაინტერესებს ესე აღგქვავ თუ არა და შესაბამისად საბედნიეროდ ჩვენთან არის ტყვიებს და ამის ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ აი ეს საინფორმაციო ომის ეს ნაწილი მე ვფიქრობ, რომ ზაფრა წარმოქმნილი, მაინტერესებს შენ როგორ უყურებ ამას. ტყვიების სოლის ტრაკი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენი სპეცსამსახურები ძალიან კარგად მუშაობენ. რაც მაგათ უნდათ მეიდნის მოწყობა, მან ტყვიების სოლა იგულისხმებოდა, მაგრამ ჩაიშალა ეს ამბავი, იმიტომ რომ სპეცსამსახურებმა კარგად იმუშავეს. დანარჩენი ახლა ომი არის თუ არა არ არის, იმიტომ რომ ეს არის რუსულად ვიტყვი избиение младенцев, ბიბლიური ის არის, რა ქვია, სიტყვა. არის ქართულად როგორ არის? მოწყვეტა ქვია, მაგრამ კი ბატონო, ხო და ნუ აი ეს ლიბერდებილი ინფანტილური საზოგადოებას ჩვენ ვжлет, რა თქმა უნდა. გადატანდა ძიძახი შენ ამით ადასტურებ, რომ ეს კი ძახი ომი არ არის, მაგრამ ეგ ომია. არ არის ომი, ეს არის შვილთა ჟლეტა რა, კი ბატონო, იმიტომ რომ რატო იცი, მოდი მორალს თავი გავანებოთ და მორალური პოზიციებიდან არ ვისაუბროთ, თუმცა რა თქმა უნდა, აქაც ქართული ოცნება არის 100%-ად გამარჯვებული. ნუ რეალ პოლიტიკის დრო არის და ამ კუთხიდან ვისაუბროთ. სამყარო იცვლება, საქართველოს არის სამყაროს ნაწილი, სამყაროში მოვიდნენ თავზე ხელაღებული ჭყალებში ყაჩაღები ხელისუფლებაში, არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცუდად კი არ ვამბობ, ანუ ეს ხალხი არის, რომლებსაც გლობალიზაცია არ აინტერესებთ, უნდათ კონკრეტული სარგებელი თავისი ქვეყნისთვის. გლობალისტები იყვნენ, დამარცხნენ, გაიქცნენ, მოკავშირეებმა უღალატეს, როგორც მაგალითად უღალატა ცუკერბერგმა, ბაიდენს და გლობალისტებს და მოვიდნენ იმპერიალისტები, კარგი ხალხი, რომლებსაც კონკრეტული ხეირი უნდათ თავიანთი. ხო, მაგრამ ანუ გამოდის რომ ეს ხეირი უკვე არ ეფუძნება სიკეთეს, ისტორიის სწორმხარეს, ანუ ამ ტერმინოლოგიაზე დასრულდა, აი ეს რაღაც მორალისტური სისულელე დასრულდა, როცა ისტორიის სწორმხარეს კი იქადაგებდნენ რომ უნდა იდგე, მაგრამ ამავე დროს ფარისეულად საშინელებებს ჩადიოდნენ. აი ეს დასრულდა, ეს ფარისეულობა დასრულდა
და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მაგალითად, დღეს ვკითხულობ, რომ ილონ მასკმა ბრალი დასდო ინგლისს, ბრიტანეთის მთავრობას, რომ სპეცსამსახურის ოპერატიული თანამშრომლები ჩარია ინგლისმა, ბრიტანეთმა ამერიკის ბოლო არჩევნებში ჩასაშლელად, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ტრამპის არასასარგებლოდ, ხო? ნუ სხვა განცხადებებს არ გვინდა, იცის ძვირფასმა მაყურებელმა, გრენლანდიის საკითხი, პანამის არხის საკითხი მოილაპარაკეს უკვე პრაქტიკულად ტრამპმა და პუტინმა რაღა აქვს ალაპარაკო, ტრამპმა აღიარა რუსეთის გავლენის ზონების არსებობა, თქვა რა რომ შეცდომა იყო ნატოს გაფართოება, მან თქვა პირდაპირ ეს, რომ written in stone, ანუ ქვაზია ამოტვიფრული, რომ არ უნდა განვითარდეთ, რომ უკრაინა არ უნდა მივიღოთ ნატოში და სადაც უკრაინა რა თქმა უნდა საქართველოს იქ არის, დაждდებიან ახლა ეს ჯიგრები, ეს სამი ადამიანი, სი ძინპინი, ტრამპი და პუტინი და გაიყოფენ სოფლიოს და დაიწყებენ ურთიერთ ხელსაყრელ ვაჭრობას. ანუ გასაგებია რომ სოფლიო გადადის ახალ ფაზაში. გადავიდა უკვე, გადადის. ხო, დიდწილად გადასულია, მაგრამ ამას კიდე ჭირდება უფრო მეტი რაღაცა კონკრეტიკა. ჩვენი ლიბერდებილებისთვის ეს გაუგებარია, ამ დებილებისთვის უბრალოდ მეცოდებიან ესენი. ნუ პოლიტიკურ სპექტრზე არც არ მომობ, ესენი საერთოდ იდიოტები არიან და აი ეს ბავშვები, რომლებიც დაწწიან ქუჩაში და რაღაცებს შეურაცხყოფელად კოცებს რა და ასე შემდეგ, ხო, ყვირიან. ამათვის ნუ გაუგებარია. მე ამიტომ მინდა მე დაუბრუნდე ისევ ჩვენს შიდა ქართულ კონტექსტს და დავსვა ესეთი შემდეგი კითხვა. პირველ რიგში ჯერ ეს ერთიც მაინცაც ომის ნაწილს შეეხება და მე ბევრი რამ მახსენს. ახლა ძალიან უკვე საკმაოდ ბევრი თაობაა საქართველოს შეცვლილი და ბევრს აღარ აქვს. ომი რო იყოს, თანაბარი ძალის მოწინააღმდეგეები უნდა იყვნენ. ჩვენ ვუყურებთ გზააბნეულ საკუთარ ბავშვში გახლართულ ბავშვებს და ამათ რა უნდა ეუმო? ანუ ნახე რა არის ეს ომი არ არის 92-ში სხვადასხვა ძალები იყო და 92-ში სხვა სიტუაცია იყო იარაღი იყო მე ლაპარაკობ ტემპერატურა ეგ ამიტომაც დავიწყე ამით ლაპარაკი იარაღის განზომილება არის ერთი მაგრამ საინფორმაციო განზომილება 92-ში არ იყო ანუ დღეს ის რომ ვიღაცას უჭირავ და ეჭირა 92-ში ავტომატი და დღეს უჭირავ სმარტფონი რომელიც იგივენა და რა შვება ის იარაღი ისე შეზღუდულ ბაბზე მუშაობს ეს არის ინცესტუალური ქმედება ერთმანეთთან აქვთ ნათესაური შენ ახლა ლაპარაკობ ნახე შენ არ არის ბევრი ეს მასშტაბებს შორის სხვაობა რა თქმა უნდა იმისთვის რომ გადატრიალება მათ აქვს ძალიან კაცრი ჩოტკი ამოცანა რომ გადაატრიალონ ქართული ოცნება მოდი პირდაპირ თქვა ხო ის რაოდენობა რაც გამოდის რასაც უყურებთ ჩვენ არ კმარა ამისთვის და ახალი რაოდენობა არ გამოდის იმიტომ რომ ხედავს რომ უჯიშო იდიოტები არიან აი მაგალითად საჭმელში ჩაფურთხების ამბავი ხო ეს ხო უნდა მოახერხო რომ დაიწყო მოსამართლეების ბულინგი და უკან შემოგიბრუნდეს და მოსახლეობის უმრავლესობა რომელსაც საჭმელი სუფრა არის საკრალური ქართველებისთვის ჯერ ვერ შეცვალეს ეს ხო რო შეცვლიან მე ვილაპარაკობთ მაგრამ სუფრა ქართველების უმრავლესობისთვის არის საკრალური ისინი რომ გაგინაწყანდებიან და ისინი რომ გაგინებენ ეს ხო უნდა მოახერხო და აქედან გამომდინარე მე არ ფიქრობ საერთოდ რომ არის ომი ბრძოლა არის გარკვეული ნაწილი რომელსაც ხმაური შეუძლია მაგრამ ეს არის უსუსური ბავშვური ინფანტილური წინამდგომი რომელიც ძალიან მალე მორჩება როგორც კი ნახავთ კადრს როცა ტრამპი პუტინს ხელს ართმევს და უკრაინას აძლევს იმიტომ ეს ყველაფერი დამთავრდება მანამდეც დამთავრდება კარგი მაშინ ეგეთ კითხვაზე გადავდივარ იმიტომ რომ შენ ახსენე ტერმინი ფარისეულობა შენ გახსოვს როცა დაიწყო აქ პროტესტები თუ რომელიღაც დღე იყო პროტესტის ჩამოვიდა ვიქტორ ორბანი რომელიც იყო სასტუმრო თბილისში იქიდან გამოვიდა და გარეთ მოუწყვეს ერთგვარი დემარში და ანუ ეს უკავშირდებოდა რაღაც გარკვეულ გამოხატულებას მიუღებლობას აი 200-მა იდიოტმა რაღაც თუ ორბანის კრიტიკა შეიძლება მე რატომ ვერ ვხედავ ერთ სოციალურ ქსელში ვერც მედიაში ვერსად იმიტომ რომ ის რასაც აკეთებს დღეს ამერიკაში გამარჯვებული ხელისუფლება ეს არის ნუ ბევრად უარესი ანუ ყველაფერი მანამდე მომხდარის ლეგიტიმაცია ამ მაჩო კულტურის დამკვიდრება შეურაცხყოფა ანუ ყველა პარამეტრით თუ რამე აქეთ მხარეს ხო არსებობს ის რაღაცა diversity inclusive რაღაც არის ეს ხო აი მეც ვერაფერ ვერ თარგმნი LGBT-ს პარპაში ხო ჩვენთან მოსკვნის თარგმნა შემიძლია მაგრამ აი მაგას ვერ თარგმნი აქედან გამომდინარე აი თუ რამე ამათ კრიტერიუმები გაქვთ ყველაფერს არღვევს ტრამპი და ჩვენ რატო ვერ ვისმენთ კრიტიკას მათ მიმართ დაგმობას რომ ეს არის მიუღებელი იმიტომ რომ ფულები მოდის ამერიკიდან და ეშინიათ მათთვის წმინდა პირის, არა კონკრეტული პირის, არამედ ამ თანამდებობაზე ვინც არის ხო რომის პაპია კათოლიკებისთვის, ანუ ისინი ხო ესე უყურებენ,
ამის ისა რა ქვია, დაგმობა. გაცილებით ჩესნი იქნებოდა, რომ გამოსულიყვნენ ტრამპი ეგინებინათ ამ LGBT თუ სხვა აქტივისტებს, არ გამოსდით, არ შეიძლება. რაღაცა გარკვეული მუხრუჭი აქვთ რა. აი, მანქანას რო სიჩქარის შემზღუდავი რკინა აქვს პედალზე, ხო? დაახლოებით ესეთი რამე აქვთ. ესეც რა თქმა უნდა მათი ინფანტილურობის და იდიოტიზმის მანიშნებელია. ეს არ არის მნიშვნელოვანი. აი, სულ ცოტა დარჩა. ჯერ ეხლა რას აკეთებს ტრამპი, სანამ პრეზიდენტი არ არის და მერე რას იზამს, ხო ხვდებით რა, ეს ხო 10ჯერ მეტი იქნება. შესაბამისად, ეს ყველაფერი, ეს რაღაცა ბრბო, რომელიც რაღაც მაიმუნობს, ხო? ეს ბავშვები. გაიწოვებიან ჩვეულებრივ, რომ მათი გუნდღა აღარ ხო და სად გაიწოვებიან? როგორ შეიძლება? მე მაგალითად ესე არ უყურებ, ფსიქოლოგიური არ ვარ ხოლმე. მე არ ვარ ფსიქოლოგი და მათი ფსიქოთერაპევტი. გაიწოვებიან თვით დეპრესიაში. რა ვიცი, არ მაინტერესებს სიმართლე გითხრა, აი სამწუხაროდ შევამჩნიე ჩემს თავში, რომ აი ეს ბოროტულად არ მაინტერესებს, როგორ გაუკლავდებიან იმ დეპრესიას, რაც აქვთ. რაც დადგება? რა თქმა უნდა, უკვე დამდგარია. როდესაც ამბობ, რომ ჩაუფურთხეთო, ხო? ეს უკვე უძალოთა ეგრეთ წოდებული პროტესტია. ხო და რა იქ შეიძლება ფსიქოლოგი არ ხარ, მაგრამ რა იმალება, რა ნება თუ რა დამოკიდებულება ამ აი ნების თუ ამ აზრის მიღმა. ანუ რომ და რატომ უნდა ჩაუფრთხო და საწამლავი რო ჩაყარო? აი ცოტა ხანში ამას დაიწყებენ კი. ან ოპერაცია არ გაუკეთო სწორად, ბამბა ჩატოვო. თუ რა იგ ვერ ესეთი რაღაც, აი დაახლოებით მე მინახავს. მაგიტომ ვიძახი რომ ომს წესები, ყველა ომს უკვე მე მინახავს მე ციხეში ვიჯექი და მკვლელები მინახავს. პროფესიონალი მკვლელების მინახავს. მაგაზე წყნარი მშვიდი ხალხი არ არსებობს. არც დაგემუქრებიან და ეს არის საშიში. შენ როცა აანონსებ, რომ ამას გავაკეთებ, იმას ჩავაფურთხებ, ამას მოკლავ, აი ვირტუალური ისე რო არის, რომ დედას გიტირებ, მოგივლით, ეს ტრუხა არის. არაფრის ტრაკი არ აქვს ასეთ ტიპებს, რომლებიც ინტერნეტში გემუქრებიან. ანუ ვერ აკეთებენ ამას სინამდვილეში. ალბათ ესეც რაღაც გარკვეულწილად ინფანტილური თემაა, რომ აი კაცობენ ასე. ანუ შენ მიგაშთია რომ ძირითადად ეს მოტივირებულია ყველაფერი ამ ვირტუალური სივრცით. აი აქ ხდება ეს ნება. სამწუხაროდ საქართველოში გაიზარდა ახალგაზრდა თაობა, რომელსაც იგინება ვირტუალურად და არც ჩვენ ანუ მე რატო არ ჩვენ დროს როცა დედას აგინებდი ვიღაცას აუცილებლად გაილახებოდა. ხო არც ჭირდებოდა საპასუხო შეგინება პირდაპირ. გაილახებოდა. მგონი დღეს არსებობს ეგ ხალხი კიდე. მაგრამ იცი რა მაინტერესებს რომ მე მაინც მგონია რომ რა თქმა უნდა ეს არის დაპირისპირება. უბრალოდ მე ხშირად სხვა ჩვენ ამაზე ადრეც გვილაპარაკია და მათ შორის ეთერში თო ჩემს არის წარმოუდგენელი რომ ადამიანი X მასშტაბით იმუქრებოდეს და თუნდაც Y დონეზე არ შეეძლოს ამის რეალიზება. ეს არის ვირტუალური სივრცის პრობლემა, ეს არის Facebook-ის პრობლემა. Facebook-მა, Zuckerberg-მა ცუდი საქმე გააკეთა, იმიტომ რომ მან თავისი ალგორითმით შექმნა ილუზია, რომ როცა შენ ალგორითმი გიგზებს მხოლოდ შენნაირების პოსტებს, შენ გაქვს ილუზია, რომ მხოლოდ შენნაირები ცხოვრობენ საქართველოში და გარეთ ეს ბავშვები, ეს ახალგაზრდები, LGBT თემის წარმომადგენლები, ისეთი ტიპები, არამასკულინური ტიპები, აგერ ლირული გადახვევა აგერ Zuckerberg იძახის რომ მასკულინური ტიპები მინდაო და დადის კაცო ეს კაცი იმაზე ჭუბებზე დადის და რაღაც ეგეთ ტიპია. თვითონ გამასკულინური და რომელიც არ იყო ვიზუალურად იგი დაიწყო რაღაცა ხო ბუნებრივია ადამიანი კაცი თუ ხარ ბუნების წინამძღოლი ვერ მიდიხარ ხო და მე რას ვამბობ რომ ეს ტიპები ეგონათ რომ მთელი სამყარო ესენი არიან და მოსულა რა ეს ვირტუალური გინება მაგრამ რეალობას რომ წააწყდნენ ხო მან დაერხათ ეს არის პრობლემა გაჯეტების ოღონდ ეს გაჯეტები გარეთ გამოდის მაინც ვერ გამოდის არა აი ჩვენ ნახეთ გუში რაღაცა რესტორანთან მივარდნილი ხალხი ეს ხო არის გაჯეტიდან გადამოსული ნუ აი 300 მოსამართლე იყო არა ეხლა შენ მოდი რაოდენობა არა რას ვაუ აი 300 მოსამართლე იყო ამ მოსამართლებს რომ დაერეკათ საკუთარი ძმებისთვის შვილებისთვის და მოსულიყო 1000 გულშემატკივარი ხო ეყოლებოდათ ამ მოსამართლეს ოჯახის წევრი და ეცემათ ესენი გაელახათ ნუ ეხლა მივიღებდით ზოგ თბილისში იყო ეგეთი კრივი დიდი რას აუ კაი რა კრივი გაიქცეოდნენ კაცო ყველანი ჩაიჯვავდნენ არაფერს არ მივიღებთ უბრალოდ არ შეიძლება ამის გაკეთება აი ხა მაგალითად ის ინციდენტი რო არის აბუ-დაბიში რაც მოხდა ვაშკაცობენ ეს ჩმორები რომ ვერ ცემესო კარგადო და ამანცემა კარგადო იმ წითელპერანგიანი ტიპი რო იყო ხო და რა უნდათ რომ გითხრან რომ რო გვინდოდეს ამ ტიპებს ვერ ვცემთ მაგრამ ეს ხო არ არის სწორი ხო არ შეიძლება ცემაზე დავიდეს თორე ხელისუფლებას და მით უმეტეს მასკულინურ ხელისუფლებას რომლის მხარესაც არის ქუჩა მაგალითად ხო მეტი რესურსი აქვს რომ ესენი ცემოს
მაგაზე ხო არ არის ეს ხო მართლა არ შეიძლება. აი ესე იგი უკვე შენ შეეხი მეორე კიდე ერთ საინტერესო თემას, სადაც თქვი რომ სადღაც გადის რაღაცა ზღვარი. ჩემთვის კი. ჩემთვის გადის ზღვარი, რომ აი ამ LGBT თემის წარმომადგენელ ახალგაზრდებს არ უნდა დავარტყათ ხელი. ქათმებს სიხეში არ აქცევდნენ ყურადღებას. აი ისე რაღაცნაირად უნდა მოვითმინოთ, რომ ამათ არც ხა რაღა LGBT თემს ეხებიან რაღაც ეგეთად სხვადასხვა ტიპის ადამიანებს. ჩვეულებრივი ადამიანი, ანუ ადამიანი ვინც არის რაღაცა ქუჩაში, ანუ რაღაცა საერთო ხო უნდა არსებობდეს მდგენელი და განსაზღვრელი. არ არის ესენი არ არიან ქუჩაში. გადის ზღვარი, ანუ ძალადობა უნდა არ გინდა ძალადობა. როდესაც შენ შენ გეუბნებია რომ აი ხელისუფლება წემს. ვის წემს? ვისაც ქუჩაში როცა ხდება აქციის დაშლა, ძალის გამოყენება, ძალის გადამეტება. როცა პოლიციას, აი ეს ქალის მაგალითი რო აიღო, ზია რო არის, მედია გურუ, არ ვიცი ვინ არის. და ნახე ადვოკატმა რა თქვა, რომ კონვულსიური მოძრაობითო ვიღაცამ ხელი აუკრავო და ისე გაარტყა პოლიციელსო. ესეთი აპრავდანია მისცეს და კაცში ხედავთ, რომ მოატრიალა ის პოლიციის უფროსი და გაარტყა სილა. ის კაცი არის ბათუმის პოლიციის უფროსი. უყურებს ათასობით ქვეშემდომ. მასეც რო არ იყოს, მაგრამ მაინც. აბა ნიუ-იორკის პოლიციის უფროს სახალხოდ გაარტყისილა რა მოგივა. ხო? ანუ ნახე შალვა. ვერ გავიგე, რატო არ უნდა დაეჭირათ? არა, გავიგე, მაგრამ მე სწორედ ამიტომ ვიძახი, რომ ჩვენ რო ხედავთ ესეთ ფაქტებს და ჩვენ რო ხო ვადევნებთ ერთგვარად დისკურსს ყურადღებას, რომ ამის როგორ ხდება ამის ახსნა, ის ადვოკატი ამას ესე იტყვის. მეორე იტყვის, რომ აი ეს ჩაფურთხება გიკვირდათ იმაში რაღაცა ვინეგრეტში, როცა აბა იმას რო აკეთებთ. ანუ ჩვენ ხედავთ დისკურსს. კი ბატონო, ჩააფურთხონ, მაგრამ რას დაიჭერენ ამით? 1000-ჯერ მეტ შეიძლება ჩავაფურთხოთ ჩვენ და ისე ჩავაფურთხებთ, რომ ვაფშე ვერ ადგებიან ფეხზე. ისე შეიძლება დალეწონ ქუჩის ბიჭებმა ვიღაცა, რომ ფეხზე ვერ ადგეს, მაგრამ ეს ხო არ არის სწორი. ეს არ შეიძლება. ამიტომ კითხვა რომ სად გადის ზღვარი და ეს დაპირისპირება მე მაინც მიმაჩნია რომ ეს არის რაღაც ტიპის ამნიშნულობა ხა რაოდენობაზე თუ სხვანაირად როგორ შევთანხმდებით რაღაც ტიპის დაპირისპირება ეს როგორ შეიძლება გაგრძელდეს არა ჩაიქიმებიან თავისით კაცო ცოტა ხანში კიდე ერთხელ ვამბობ კაცო დაინახავენ ყველაფერს თვალნათლივ რაღაც ამ დასავლეთის ამ იდიოტების იმედი აქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი ბაიდენისტები და გლობალისტები ესენი რომ ჩაირეცხებიან და ევროპაში რომ ჯანსაღი ძალები მოვლენ ჩვენი მეგობრები კი არა კაცო თავიანთი ქვეყნის მეგობრები აი ეს იდიოტი რო წავა გერმანიის კანცლერი რომელმაც უკრაინელებმაც კი კალბასა უწოდეს ხო მაკრონი რო აღარ იქნება აი ესენი რო იქნება ნორმალური ხალხი რომ მოვა ადამიანები რომ თავიანთი ქვეყნისთვის უნდათ კარგი აი ეს ყველა ეს დისკურსი გაქრება ჩემი აზრით ევროკავშირის დაიშლება როგორც არ არსებული ეს ძალიან ისეთ არა მე არ ვამბობ ამას ოღონდ ამას ამბობს ამერიკული თანამედროვე მმართველი ისტებლიშმენტი ასე ამბობს. ნატო რო დაიშლება, ესეც შეიძლება მოხდეს, ამას ტრამპიც ამბობს, რომ ფული დაყაჭეთო ფულებიო. დაყაჭავენ? იმ ფულებით ეგრეთ წოდებული ევროპული კეთილდღეობის მითი შექმნეს. 5% დაყაჭეთო. თლიანში და პროდუქტიდან. დაყაჭავენ? როგორ იცი რა არის? აი შენ ხო ავლებ თუ არა ერთგვარ პარალელს, რომ თქვა შეიძლება დღევანდელი პროცესი ყველა ნიშანს აჩენდეს იმისას, რომ მივიღებთ აი ამ რეალობას, შეიძლება ძალიან მაგრამ მიღებულია. შენ რაღაც ერთგვარ მსგავსებას ხედავ თუ არა იმასთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით, ნოდის 100 ცოტა 100 ნაკლები წლის წინ მსგავსი პროცესები, ეროვნული ინტერესის გაძლიერება, რაღაცა ჯერ კიდევ იმპერიალისტური ვნებებმა მიიყვანა მსოფლიო შემდეგ კიდე უფრო დიდი კატასტროფა. რა პრობლემაა? ისტორია ციკლურია. ჩვენ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? და არ მიდიოდა ომები? ეს LGBT ნარატივი, ეს ვულგარული ულტრალიბერალიზმი არის ხო ომი? რამდენი ადამიანი მოკვდა, დაიჩაგრა, დედაეტირა აი ამ ვოუქების სიგიჟის გამო? ეგეც ხო ომია რა? სისხლისღვრელი ომი ხო? რა ჩაიდინეს, რას დაამსგავსეს თელი სოფლიო, ხო? ხო ხედავთ ამას რა? რა ეს ომი? მე არ ვამბობ მაგას. ტრამპი ამბობს, რომ ბაიდენის ბრალია უკრაინის ომი. მე არ ვამბობ, ამათი ამერიკის პრეზიდენტი ამბობს. ეს არის ხო სისხლისღვრა და დედისკვლა? ხო და რა ანუ მე ეხლა ჩვენ გვაქვს მეორე ფაშიზმის საფრთხე ამის. რა ფაშიზმი? შეიძლება გადაიხაროს ეს მეორე მხარეს. თუ არ რატო არ შეიძლება ეგ რა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არავინ არაფრის გარანტორი არ არის. გარანტიები შვეიცარიის ბანკს აღარ აქვს, აგერ ბიძინა ივანიშვილს როგორ მოექცა შვეიცარიის ბანკი დაიღუპა თავი პრაქტიკულად, ხო?
არანაირი გარანტიები არ არსებობს. ყოველდღიური მუშაობა და შრომა არის საჭირო. დაასრულდა ილუზიური გარანტიების დრო. სამყარო ისეთია, როგორც არის. ძლიერი ქვეყნები იყოფენ პლანეტას. всё, წერტილი. ეგ ფაქტია, რომ ეგ მოცემულობას ვიღებთ. ეხლა მაინტერესებს ესეთი საკითხი, რომ ეს არა მარტო ძლიერი ქვეყნების დონეზე აღმოჩნდა ეს გაყოფა, ჩვენ ვხედავთ ერთგვარ კორპორატიულ პოლიტიკას, რომლებმაც თქვენს რომ იცით რა არის, რომ აი იცით წინა წლებში ჩვენ რა შიდა პოლიტიკაც ვქონდა, რაღაცა ჩვენი აქტივების მართვის, ხო? ზუსტად Facebook-ს გულისხმობ და ისეთ ხვების Amazon-იც, კაცო. ხო, საკომუნიკაციო პლატფორმა. Amazon-ი მომხმარებელთან ურთიერთობ, კი, ეხლა სტუდიები, რომ Walmart-იც მე მგონი. ბევრი. Walmart-იც შეუერთდა ამ თემას. Equality თუ რაღაც ჩემ ფეხები რო არის რაღაცა. ნუ ეხლა Disney-ში ცნობილი პრობლემაა ეს, რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკების დანერგვა მუზრუნველყო ის, რომ უბრალოდ დაკარგეს ჩვეულებრივი მაყურებელი. მაგრამ მე მაინტერესებს ესეთი რამ. შენი აზრით, ეს ცვლილება განპირობებულია იმითი, რომ მოსახლეობა, უბრალოდ ეს ხელმძღვანელები ხვდებიან, რომ კარგავენ ბაზარს, თუ ისინი რეალურად, იმიტომ რომ იქ ცოტა აღიარებასავით იყო მარკ ცუკერბერგის გამოსვლა. ჩვენ რაღაც შეცდომა დაუშვით და ეხლა უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს. ესეც არის, იმიტომ რომ ანუ ის როგორ თავარი იყო, რა თქმა უნდა, უცვლელია. ტრამპის გამარჯვება იყო თავარი, იმიტომ რომ გადახტა რა, პირდაპირ გადახტა. ანუ შენაყოფს გულწრფელი არ არის. რა გადავიდა გამარჯვების გაემარჯვა, ხალის გაემარჯვა. მაგრამ ტრამპის გამარჯვება გარდაუვალია. და სადა ეს ხო ფარისეულობა, სად არის ღირებულებების დაცვა? რა ღირებულებები არ არის ეს ღირებულება არ ქონდა. აღარ არის ღირებულება. როცა ფულია და როცა კაცო ესე არ არის ტრამპს ორჯერ შეხვდა. ეხა მეორედ. და პასტას ვერ გააგდებინებ ხელიდან ისეთ რაღაცებს იძახის, რომ კოვიდის იცით ეს ამბავი რა კოვიდის აცრის საწინააღმდეგო პოსტებს ძალით ყვირილით გვაშლევდნენ ბაიდენის კომანდის ოფიციალური კომანდის წევრებიო. მეტი რა აღიარება გინდა. ეხლა შენ წარმოგიდგენია რომ გაბაზდეს რომ საქართველოში რაღაც პლატფორმას ვიღაცები რაღაც საქართველოს ხელისუფლების ტიპები უყვირიან და ისე აშლევინებენ რაღაცებს. ხო, აკაური ლიბერდებილებისთვის სკანდალი იქნება და იმაზე რატო არაფერს არ ამბობენ? რატო არ ყვირიან იმაზე? ხო და აი მე ამ სწორედ ამ ნაწილში მაინტერესებს შეიძლება ის იყო მსხვერპლი რეჟიმის ის იყო ბაიდენის რეჟიმის კი ბატონო განიცდი და ზეწოლა მაგრამ მე მაინტერესებს სინამდვილეში ჩვენ ხო ეს გვაინტერესებს ხოლმე ჩვენში და ქართულ ამბავში რომ სინამდვილეში რას ფიქრობ თვითონ მისი ღირებულებების სადგას თუ დიდ კორპორაციულ მართლს არანაირი ღირებულებები არ აქვს და უბრალოდ ანუ ბაზარი როგორც კარნახოს თავარი ფულია კი ჯერ ერთი ეს არის და მეორე ერთი ღირებულება არის გადარჩეს მაგას ეგ რო არ გაეკეთებინა შეჭამდა მასკი უბრალოდ შეჭამდა. კაცო, იმან თქვა, რა ქვია, ამ ცუკერბერგმა, რომ დაგვიწყესო შემოწმებებიო, მოხმარებელთა ბანკს ვინც ამოწმებს, ის უწყება, შემოვიდა ჩვენ გვამოწმებდაო. ანუ აღიარა პირდაპირ რა და ეხა მან უნდა თქვას, რომ მე მხოლოდ ამიტომ ვიყავი იმართკენ და ეხა თქვენსკენ ამარო. ეს ჩვეულებრივი ბიზნესის საქციელია. ქართველი დიდი ბიზნესმენები. ეხა ეს იდიოტები რო გამოდიან და ბანკებს რო ეუნებიან, გაიფიცეთო. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა საქართველოს ბანკის არის დასანქცირებული. და მთავარი ჯერ არავინ არ არის დასანქცირებული. ანუ სიაშია, ხო და საინიციატივო ჯგუფი. აბა გააგიჟა, ხო იცი ეს ლიბერდებილები ეს ბავშვები, რომ რანაირად რა ხდებაო და მარტივია. იმ ბანკს ალბათ აქვს სხვადასხვა ბიზნესები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელიც ამათ არ მოსწონთ. მაგალითად საქართველოს ბანკს აქვს ფილიალი ბელარუსიაში. ბელარუსია რუსეთისგან დიდად არ განსხვავდება, ხო? ნუ სომხეთში ყველაზე დიდი ბანკი იყიდაო. და ასე შემდეგ, კაცო, ამათ ფულს აქვს თავისი ლოგიკა. არ მისდევს ამ ვოუქების იმას, რა ქვია, ლოგიკას ფული. და თუ ფულს აქვს თავისი ლოგიკა და თუ ფულია ასეთი მნიშვნელოვანია ისე რომ ადამიანის ვერც გაიგებ რა ღირებულება და ქვეყანა რომელიც კიდევ უფრო ძველია და ესე ვთქვათ არქეტიპული ქვეყანა შეიძლება ქონდეს არა მარტო ყველა ნებისმიერი ქვეყანა თავისი ინტერესი მაშინ ეს ხო გამართლება ანუ ქვეყანა რომელსაც აქვს ინტერესი იძახის რომ გრენლანდია არის სხვა ქვეყანა მაგრამ ჩემ ეროვნული ინტერესი ჭირდება რომ იყოს ჩემი პუტინიც იძახის რომ მე ჩემ ეროვნული ინტერესი ჭირდება რომ დავიპყრო არაო რომ ის არ შედიოდეს ნატოში რატო მოხდა ომი ეს ხო უკვე ვიცი და რა და რა პრობლემაა თუ ტრამპია ესეთი პუტინს რატო არ აკუფლება ესე იგი რა გამოდის რომ ტრამპი დღეს რეალურად რასაც იძახის პანამის არხზე კანადაზე გრენლანდიაზე არსებითად იგივეა რაც გააკეთა უბრალოდ პუტინმა
ეგრე რა თქმა უნდა, იგივეა. თუ პუტინი არის მტერი, გამაგებიდი. არა, ეს პარადიგმა ირგვლება. აი ეცა, ნახე, ჩვენი აქაური, შენ რასაც ეძახი, ლიბერდებილები კი ბატონო. ხო, შენი რაღაც ნოუ-ჰაუ რა. კარგია, კაი შეურაცხყოფელი, რასაც მოხსნილია დღეს უკვე. ჩემი აზრით. დღეს უკვე მოხსნილია დღეს შეზღუდვა. ჩემი აზრით ლიბერდებილები არ არის შეურაცხყოფა. არის ზუსტად აღნიშნვა, იმიტომ რომ ვამტკიცებთ რატომ არიან ლიბერდებილები. შეურაცხყოფა არის მაშინ, როცა ვერ ამტკიცებ რატომ არის დებილი და როცა ეუბნები რომ აი ამიტომ ხარ ლიბერდებილი. ხო და მე მაინტერესებს ჩვენთვის ხო პუტინი ხო ეს არის ბოროტების განსახილველი. მარტო იმიტომ კი არა რომ ოკუპანტია ჩვენ. ზოგადად ხო აი ხა იმ ხალხისთვის ეს და თუ კი ამერიკის პრეზიდენტი პრაქტიკულად იგივე პოლიტიკას დაადგა. ხო, ეს რატომ არ მისმის მე ისეთივე გმობა? უნდა გავიგო არ შეიძლება. ჩმორები არიან, ამერიკის ჩმორები. ამერიკის პრეზიდენტი მათთვის ვინც არ უნდა იყოს, არის ხელშეუხებელი ფიგურა, იმიტომ რომ არიან მონები, აგენტები და ჩმორები. როცა აწვევი და ეუნები, მე უცებ გეუნებიან რომ ამერიკა მე ხო არ მერჩის. ამერიკა რუსეთს ერჩის და ამერიკა რო ტაციაობს, ხო? ტაცებელი თუა, მაწყობს. ანუ ეს ველური ვოჟდის ფსიქოლოგიაა, რომ სიკეთე რა არისო და ჩვენ რო დავესხმებით თავს და ქალებს გაუპატიურებ და ძროხებს წავართმევთ, თო სხვა ტომსო და ცუდი რა არისო და ის რო დაგვესხმება თავსო რა. დაახლოებით აქ შედიან და აქაც არ უნდა შესვლა. ამიტომ არიან ჩუმად. ჭკვიანები. ესე იგი ამერიკა არის ისე როგორც ისე ძველ დროში გავდივარ თეთრი ადამიანი, რომელიც ეს უნდა გვიყვარდეს და ამერიკას არ უნდა ეს სხვათა შორის. ამერიკას უნდა კონკრეტული ხეირი. ტრამპს უნდა სუფულზე ლაპარაკობს თუ შენ შეაწყე ყველაფერი ფულში გადაიყვანა. ყველაფერი გადაიყვანა. კანადის დაცვაც დაახურდავა რაღაც 250 მილიარდ დოლარში. ყოველწლიურად ხარჯა 200 მომეც ეს 250. ხარჯავს ან არა, მაგრამ ნუ ესე და არა ხარჯავს, დაუთვალა. რა დაუთვალა? ის სუბსიდირებას ახდენს. ჩვენ რომ მაგათი მანქანები და რძე არ გვჭირდებაო და შემოდის ჩვენ ბაზარზე, ჩვენ გვაკო ჩვენი პროდუქტები და ყველაფერი, მაგრამ სუბსიდირებას ვახდენთო, მათ ხო ის არ არის პოშლინა რა, ბაჟი არ არის. ვინ გადაამოწმა, ხე ვინ თავის ხო, მაგრამ გადაამოწმა. არა, ფაქტია რომ კანადა არ უნდა არსებობდეს ლოგიკით, იმიტომ რომ ჯარი არ ყავს გენაცვალე, ამერიკის ჯარს არის მიყნობილი, ჯარი არ ყავს და ამერიკა რო არა, რამდენ ხანში შეჭამდა ჩინეთი და რუსეთი კანადას. აი ამერიკა არ ჩაერია. რამდენ ხანში შეჭამდნენ ჩინელები და კანადელები? შეჭამდნენ, ამოხრავდნენ, ცოტა ხალხი ცხოვრობს იქ. ტრიუდო მით უმეტეს ხომ მაგარი ის იყო და გრენლანდიაზე საერთოდ კიდე რა გრენლანდიაზე საერთოდ რაღაცები თქვა რა პანამის აღზე არ თქვა ჩინელების არის ანუ ჩვენ შევდივართ სამყაროში სადაც უბრალოდ აი ეს ჯერ კიდე რიშელიეს მიერ მოგონებული ეროვნული ინტერესი იმარჯვებს ყველა სხვა რაღაცა პოსტულატზე მეტად რასაც შეიძლება იყოს რელიგია, ეთნიკურობა, თუნდაც რასა თავი არის ყველაფერი ემსახურება სახელმწიფოებრივ ხო და ესე იგი ეს ხანა ეს რაღაცა პრაქტიკულად იმპერიალიზმის ხანა გავლენის სფეროება დაყოფა იყო ეგ ხანა ბრუნდება კი ბატონო და ჩვენ საქართველოში სადაც ცხოვრობთ კავკასიაში მთელი რიგი ადამიანების აზრით ჩვენ უნდა და რატო არ ვითხოვთ ამერიკის შტატად გადაქცევას? არ არის ეგ ჩვენ არ წვეთ მაგას. რუსეთი და ამერიკა წვეთს რა იქნება? არა, უნდა ქონდეს საინიციატივო ჯგუფი, ვინც დასანქცირებულთა სიას ადგენს და გზავნის. ბატონ ჯო ვილსონთან. ის ხალხი რატო არ თხოვს აი ხოსურებს წერილები? ჩვენ არ შეგვიძლია ეს გადავწყვიტოთ. ჩვენ არ ჩვენ მივმართოთ, კაცო. იმათმა რა ქუჩაში მივმართოთ. არა, ჩვენ არ შეიძლება, იმიტომ რომ ტრამპმა უთხრა პუტინს. მეო ძალიან კარგად მისმის რუსების განცდებიო. ეხო თქვა კაცო, ეხო არ მეჩვენება. კარგად მესმის რუსების განცდები, როცა ბაიდენმა გადააგდო და ნატოს გაფართოებაზე უკრაინის პონჩი ხელი მოაწერაო. ანუ ამით ტრამპმა თქვა, რომ რუსეთს აქვს ექსკლუზიური უფლება საქართველოზე და უკრაინაზე. თუ გახსოვთ, საიდან დაიწყო ეს ამბავი 22 წელს პუტინმა გაუგზავნა წინადადება ულტიმატუმი ნატოს და ამერიკას, რომ ორ ქვეყანაზე იყო იქ საუბარი ნატოში. ნატო არ შემოვიდეს საქართველოში და უკრაინაში. ორ ქვეყანაზე იყო თავიდანვე ლაპარაკი. მარტო უკრაინაზე ხო არ იყო. ანუ პაკეტში ვართ. შესაბამისად ეს გვინდა თუ არა, რა შეიძლება იცი ხალხს, რომ თითქოს მე მაგალითად რუსეთუმე რახანა ვარ მიხარია ეს პონტი. მე 53 წლის კაცი ვარ და უკვე ვიცი რომ ჩემი ემოციები არ უნდა რეალ პოლიტიკაში არ უნდა შევიტანო. მე არც მიხარია, არც უყვარ, რეალურად არის ესე მეგობრებო, რომ დათმობს ეს ტრამპი ორ ქვეყანას დათმობს და შემეკითხეთ თუ გინდა შეეკითხეთ იმას. ეგრე არის და რა გავაკეთო? ბარემ არ მინდა რომ კონდეს ბირთული არაღი, ვიყოთ 100 მილიონი, კონდეს უძლეველი არმია, მაგრამ არ კონი არასოდეს და რა გავაკეთო? ხეთის რეაქტორი რო არ დაგვეხურა, ეგეც არ იქნება. ეგეც არ შეიძლებოდა მე მგონი.
ეგ კარგი იყო. მაგრამ მოდი ისევ დაუბრუნდეთ ჩვენ რაღაცა მედია განზომილებას, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა და 2024 წლის სხვაშორის ძალიან კარგი ტრადიციაა რა, ეს ყველაზე დიდი ლექსიკონი მირიამ ვებსტერი აქვეყნებს ხოლმე წლის სიტყვას რა, ანუ რაღაც short list-ია და მე რჩევენ და აირჩიეს 2016 წელს აირჩიეს პოსტსიმართლე, ეგ ტერმინი რა, სხვაშორის მაშინ ტრამპმა გაიმარჯვა. ეხლა 2024 წელს წლის სიტყვად იქცა პოლარიზაცია და ძალიან საინტერესო განმარტება, ეხლა ვიღაცა ზედაპირულად გონია რაღაც ორი ძალის დაპირისპირება. მაგრამ ეს პოლარიზაცია არსებითად ფილოსოფიურად ნიშნავს იმას, რომ როდესაც შენ საკუთარ პოზიციას აგებ უბრალოდ მოწინააღმდეგის საპირისპიროდ, ანუ საფუძველი შედი რაღაცა პროაქტიული ხედვა კი არ არის, არამედ უბრალოდ უპირისპირდები საწინააღმდეგო აზრს, ოღონდ ეს დროში უნდა იყოს მოცემული, როგორც ერთი ბანკის სლოგანშია, აქ და ახლა. ანუ ეს დაპირისპირება არის კონკრეტულ ამ მომენტში და გამორიცხავს როგორც წარსულს, ასევე მომავალს და ამით ხდება მძაფრი. და ეს ტერმინი, რომელიც მოიცავს აი ამ ფილოსოფიას, იქცა დამახასიათებლად 2024 წლის. ანუ შენ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ხარ თუ კი რამე პოლარიზაცია არსებობს, რა თქმა უნდა და ამის პოლუსები აი ამ ერთ-ერთ პოლუსზე. სხვანაირად არ შეიძლება, კაცო იქ თვითგადარჩენის თემა. და აი ამ პოლუსიდან როგორ ჩანს სამყარო და როგორ ხედავ თუ არა შენ დროის პერსპექტივას, რა შეიძლება მოხდეს ხალხზე. მე მარტივად გეტყვი, თეორიების გარეშე. მე მინდა რომ ჩვენი საქართველო იყოს ნეიტრალური, გზაგასაყარი, აი მოილაპარაკონ ახლო გვერდზე მდებარე ქვეყნებმა თურქეთმა პირველ რიგში, რუსეთმა პირველ რიგში, ამერიკამ პირველ რიგში, აზერბაიჯანმა, აზერბაიჯანი თურქეთი ერთ პოლში არის, რომ ჩვენი აქ მოდი არ ვიომოთ, აქ მოდი გავატაროთ გზა, გავიყვანოთ მილი, შევხვდეთ, ვიქეიბოთ, ურივჭამოთ, რაღაცა ესეთი ქვეყანა რო იყოს. ეს მინდა მე, ეს არის იდეა, ქართული იდეა არის ეს, ჩემი აზრით. ჩემი ქართული იდეა არის ეს, რომ შენი ქართული ოცნება არის, ქართული ოცნება არის, რომ ჩვენი ბუნებით ჩვენი ხელოვნებით, ჩვენი კულინარიით, ჩვენი ტერიტორიული საშუალებებით რომ გასაყარზე ვართ, ჩვენი ინტელექტით, ხელოვნების სიყვარულით, ჩვენი მეცნიერებით, რომელიც ჩვენ გქონდა ხახო, როგორც კი რუსებმა ჩადეს ფული ჩვენს ტექნიკურ მეცნიერებებში, ჩვენ გქონდა ძალიან მაგარი მათემატიკის, ფიზიკის, ასტრონომიის სკოლა. ჩვენი შვად მყობადი, აი ჩვენ ვიყოთ. ეს არის ჩემი იდეა. იღაცები მეუნებიან რომ შენ უნდა იყო რუსეთის ამ დათვის ტრაქში ხიჭვიო და არ მინდა ძმაო არ მინდა. ანუ ეთქვა ლექსი რომ გვაქვს რომ ჩვენ ვართ ძველი საომარი ლელო. ნუ ეგ როლი გვაქვს განკუთვნილი. არ გვაქვს, არა. მთელი ცხოვრება ომობდით და ვიყავით ორ ძველი საომარი ლელო. არა, ძალიან კარგად თანამშრომლობდით, როცა საჭირო იყო თურქეთთანაც და ნუ ხანდახან ხო ომობდით. სპარცელებთან, სხვათა შორის. არ არის ხა ომის დრო. არა, ჩვენთვის არ არის ომის დრო. უკრაინამ ხოიომა 100 ჯერ ჩვენზე ძლიერმა სახელმწიფო. რა დაიჭირა, რა ხიშტი დაიჭირა, დაიღუპა უკრაინა, დედა ეტირა. უშველა დასავლეთმა ზელენსკი რო გამოდის აქ და ამონათებს ახლა იმას. არ უსმენ, ესენი აქვს არ უყურებენ ეს ლიბერდებელი ბავშვები, მაგრამ მე ხო უყურებ და შენც ხო უყურებ. იმ ებრაელთან რო ქონდა ეს ინტერვიუ. გამოვიდა და თქვა რომ არაფერი არ დამისვესო, ნახევარი მოიპარეს დახმარებისო, არ თქვა ეგა? კი 177 მილიარდიდან დედა გვიტირესო, კაცო. დაიწყო ახლა ჩივილია, უშველის ახლა ეგა? თუ არ გაასწრო, ხო ჩამოახჭობენ ხრეშატიკზე რა. სხვათა შორის ერთ-ერთი რაც დღეს მენიშნა გუშინ გავრცელდა იმ ვოლცია გვარად მე მგონი კანდიდატი ვინც იქნება სახელმწიფო მდივანი ამერიკის და მან თქვა რომ ნუ ახლა უკრაინამაც მიუხედავად იმისა რომ ლაპარაკი არის ამ სამშვიდობო მოლაპარაკებზე ტრამპის შეხვედრაზე ხო მაინც თქვა რომ იცი და იმიტომ რომ უკრაინა მაინც თავის თავდაცვის უნარიანობა უნდა გააძლიეროს ახლა ჩავარდნა აქ სამობილიზაციო რესურსი უნდა ჩამოიწიოს ასაკით 18 წლამდე ხო შეიძლება ახლა ბევრი აქ ჩვენთან ხო არ არის აბა გაბედონ და ჩამოწიოს თვალს არ ადევნებენ ჩვენი სტრატეგიული მეზობლის მოსაზრებებს ივნისში იყო ქონდა სააგენტოების ხელმძღვანელებთან საერთო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს სადაც ეს იძახის ეს ვიდეო მაქვს მე შენახული სადაც ამბობს რომ აი ეს ზუსტად ესე მოხდება სადაც მარტისთვის უნდა მოხდეს მომავალი წლისო ანუ ეხლა რომ მარტი დგება
აუცილებლად ჩამოაწევიებენ გაწევის რეჟიმს და რას მიიღებენ ამით რა? შემდეგ უკვე დაიწყება, ამიტომ ამას უნდა გააკეთებინონ ეს. ეს ხო ასიგიჟია. და შემდეგ უკვე ალბათ სავარაუდოთო შავ საქმეს ეს გააკეთებს, მერე გაწევენ და რაღაც ახალ არჩევნებს დანიშნავს, რომ დაახლოებით აი ეს ციკლი დახატა. ანუ ფიქრობ თუ არა შენ იმას, რომ ანუ როგორი მოდელი შეიძლება განვითარდეს ჩვენ რეგიონში ვითარება. მე მგონი რომ უფრო გაიყოს უკრაინა და როგორც გერმანია. უკრაინა ნებისმიერ ვარიანტში დაემხობა, იმიტომ რომ ის 18 წლის ბავშვებიც რო გაიწვიონ, ჩესეთი რა ხდება? დაასდევს ეს TCK ეს უკრაინის კომისარიატი და კუჩაში ქალები ცემენ აი ამ TCK-ს ამ კომისარიატის ტიპებს რომ ხალხი არ წაიყვანონ. უკრაინაში აღარ არის გასცა რომ ეს ომი რაიმე ღირებულია მათთვის. ეს ერთი. გაქცეულია ყველა გავარდნილი არიან საქართველოში რამდენი უკრაინელი მამაკაცი ღებულობდა მონაწილეობას აი ამ დებილურ აქციებში. ვინმე არ არის რომ ეთქვა რომ წადი რა ქვეყანაში იომე თუ ამის ტრაკი გაქვს რომ აქ ისისროლო რა ქვია პეტარდა ხო? წადი იარაღი აიღე და ისროლე იქ, მაგრამ ნუ კარგი, ეგ იქით იყოს რა. მე მგონი რომ მოილაპარაკებენ და დასრულებ უკრაინა ისე დასრულებულია ხალხო სამწუხაროდ. აგერ შეხედეთ რა ხდება. უკრაინულ წყაროებს უსმენ, მე რუსებს არ უსმენ. არის შეტევა, კურსკშიც უტევენ, დონბასში, ზაპოროჟიეში, ქალაქები ეცემა. უყურებთ ამას ხო? და აკეთებს ამას რუსეთი, იმიტომ რესურსი აქვს ძალიან დიდი. უკრაინის ეკონომიკა არ არსებობს, ხო? ტრამპი მისცემს იმ ფულს, ახლა რასაც ესენი აზრობენ, იმის ნახევარს მაინც მისცემს. არა, შეიძლება პირიქით იმისთვის, რომ რაც არის გააძლიეროს, მისცემს მეტიც კი. სხვადასხვა ტრამპს ახასიათებს. არა, მარტო ფულზე არ არის ტექნიკაზე იარაღია. არა, ტრამპმა თქვა ცალსახად, რომ ჩვენ შორის არის ოკეანეო. და ეს ომი პირველ რიგში ევროპის ომიაო. ეგ ხო თქვა, ეგ ხო ვიცით. ეგ ხა, ანუ ერთი არის პოლიტიკა, რაღაცა ფორპოსტის მხარდაჭერა და გაძლიერება და მეორე არის რომ შენ ამაში ფული გადაახტებინო სხვა. ხო და გადაიხდის, ყოველ შემთხვევაში გადაიხდის. აი სწორედ ეგ ფული არის, რომ ლაპარაკია ეკონომიკური სტაგნაცია, ეს ხო ვიცით ჩვენ. როგორც კი ევროპა მოარი თქვა იაფ რუსულ გაზზე, იმ წუთში დაერხა ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანა, ეკონომიკურად დიდ ქვეყანას გერმანიას. ევროპაში არის ეკონომიკური სტაგნაცია. ეხა იმის ფული აქვს რომ ამდენი მაყუთი შეტენონ ზელენსკის. არ არის ეგრე. მე რა ვიცი, იმაში ვარ, მე ილიკო და ილარიონში. გადავქეკეთ ნაცარი მთლიანად არ გამოდის სხვანაირად. არ გამოდის სხვანაირად. საღიაზე ვლაპარაკობ, მე ხო რაღაცა წიახლებში არა ვარ რთულში. ვამბობ ადამიანისთვის გასაგებენაზე ყველასთვის და ეს იდიოტი ლიბერდებილი ბავშვები კიდე რაღაც ბავშვი არიან, ყვირიან, დარბიან. რა უნდათ ცხოვრობდნენ ისეთ სამყაროში, რომელიც მხოლოდ მათ წარმოსახვაში არსებობს და ძალიან ცუდი იქნება, როცა კიდევ ძალიან წარეთ შეეჭამა. შენი ძახი რომ ჩვენი სურვილები, მოლოდინები ძალიან კეთილშობილი უნდა დაემთხვეს შესაძლებლობებს. ეს მე კი არა ეს ფილმი არა აქვს იმათ ნანახი. არა, ვიპებზე რატო что наши желания совпадали с нашими возможностями. აი რატო ამდენი დამოუკიდებლობის 35 წლის მანძილზე გენეტიკურად თაობებს ვერ გადავეცით. აი ეს გადავეცით. წინაპირში ჩვენ ყავს ისეთი კაცი როგორც არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გადაგვარჩინა და რომელსაც ბევრი გაცილებით ბევრი მომხრე ყავს ვიდრე ამ ლიბერდებილებს და ნუ რაღაც ნაწილი საზოგადოებისა ლიბერდებილი ბავშვები თუ გზააბნოები თუ გოთვერნები არიან ეგეთებიც, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან. სინამდვილეში ჩვენ ეს აცრა გვაქვს გაკეთებული და ჭკვიანად ვიქცევით. ანუ უმრავლესობას ესმის ის რისკი. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. თვითონ არ დაიწყეს მოთქმა. აი ამ ვითომ ოპოზიციონერებმა რომ ჩვენო ალბათ კარგად ვერ აუხსენით და ომიშიში რატო უნდა არ ქონოდა ქართველებს. ხო დაიწყეს. აი ძალიან კარგია მე ეს თემა რატომღაც გამოვრჩა და ეხა შენ თვითონ შეეხე. ეს იყო ძალიან ნიშანდობლივი, როდესაც უკანა რიცხვით და სხვადასხვა ყველამ ვერ მიიყვა, აი როცა მე მათგან ვითხოვ. მე როცა ვითხოვ ღირებულებების ერთგულებას და ვიძახე როგორც პუტინს გმობ, ეხა ტრამპიც ისე უნდა დაგმო მსგავსი განცხადებებისთვის. აი ვიღაცა მიხვდა რომ მოიცა ეხა ამდენი თვე ვიძახდით ჩვენ რაღაცა დებულებას და ეხა ამას გადაუხვიოთ და ვაღიაროთ რომ არა თურმე გაყალბების გამო კი არ დავმარცხეთ არჩევნებში. თურმე პიარი ვერ ვაწარმოეთ, ანუ აი ამ სტუდიაში, ამ ეთერში პირველივე დღეებში, როცა ჯერ კიდე ისინი 300,000 ხმას ეძებდნენ, ვიძახდი რომ ხალხო, გადაახვიეთ მარტიდან მოყოლებული იმ კამპანიას, რაზე იდგა ოცნების კამპანია. ისინი არ აკეთებდნენ. რაზეც აკეთებდი, ეგეც მე მოგეცი, როგორც ქართულმა ოცნებამ. მიხვდი? მე მოგეცი ეგ საფუძველი რო ელაპარაკა. დაქცინონ. კი ბატონო, აი ხო და აი რატო გაჩნდა დღეს ეს რეფლექსია, რომ შეს როგორ უნდა ახსნა და მე კიდე საინტერესო კითხვას დაგისვა ბოლოს რომ რატო დაიწყო ეს რეფლექსია, რომ ეხა ჩვენ უნდა გადავახვიოთ და ხალხს უნდა ველაპარაკოთ იმაზე, რომ სამყაროს გადანაწილება მიმდინარეობს, რომ საქართველოში საფრთხე არის. რაზე მაშინ გამოვიდეს ლომჯარია და თქვას დეზავოირება მოახდინოს თავისი
სრულად იდიოტური განცხადებები, რომ მას ცეცხლის ბომბები ურჩენია სირცხვილის ჭამას. გამოვიდეს თქვას, რომ მე შევწდი ხალხო და ჩემი დედაც ვატირე და აღარ მინდა პოლიტიკაში ასეთ შეცდომა რომ დაუშვი. გიგაური გამოვიდეს. ვინ არიან? გამოვიდნენ ესენი და თქვა რომ აი ბიჭო მაგარი ვჭამეთ და თურმე ყოფილა საფრთხე. მაგრამ რა უნდა თქვა, კაცო, თვითონ არიან იმ საფრთხის ერთ-ერთი გამტარები, ანუ მართლა უნდათ ომი, მართლა იძახდნენ ამას. ეხლა მე მაქვს ესეთი საკითხი, რა თქვათ, მათ თქვეს, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ საფრთხე რეალურია. და რა? საშიშროება რეალურია, ხო გახსოვს? და რას ნიშნავს? თქვათ ეს არ ვიცი, ეს ნიშნავს მუზეუმი რო დგას პარლამენტის წინ იმის კიბეებზე. რაღაცა უნდა თქვა, რომ რატო არ არის ეს საფრთხე ისეთი რომ ხალხმა შემოხაზა 41. ანუ ისინი როგორ უზრუნველყოფენ რომ რუსეთმა არ შეგვჭამოს. აი ეს არის მათი დისკუსიის საგანი. როგორ უნდა უზრუნველყოს? ეხლა შეხედე, არა, უყურე, ეგ არის საკითხი დასმული, კაცო, ეხლა უნდა დაიწყოს თურმე მსჯელობა. ეხლა მე კითხვა მაქვს. ეხლა კითხვა მაქვს. აი წარმოვიდგინე ამ მსჯელობაში. ხო და რო შეტოპეს, ეხლა ამ მსჯელობაში წარმოვიდგინე, რომ იარეს, იმსჯელეს, აადუღეს მუზეუმის კიბეები და მივიდნენ მოცემულობამდე, სადაც აღმოჩნდა, რომ თურმე ქართული ოცნება სწორ პოლიტიკას აწარმოებს. კი, სწორ პიასს. მე რას არაფერი, მე დადგება დოი კიდე მეხუთეჯერ და ბიზნეს აშენებულ თეატრის კიბეებზე რაღაც მორი გელგებეტეობას გააკეთებს. არ ვიცი, რა ვიცი. წარმოგენა არა მაქვს. ბიჭო, მე ამ ხალხს უყურებ როგორც დებილ ბავშვებს. აი, ჩემთვის მართლა მოულოდნელია, რომ აი ამდენი ხო ვითომ ამდენი სპექტაკლები დადგეს, ეს მსახიობები, ვიღაც მსახიობები გამოდიან, გვემუქრებიან. მერილ სტრიპმა ფეხები ვერ მოაჭავა ტრამს და ის ვიღაცა სტრაშნი overacting ხალი რო იყო რაღაცა, რო გვემუქრებოდა, ის რას მიზამს მე, რატო დოი რო გამოვიდა, არა, მე მაინტერესებს. დოი რო გამოვიდა, აი ეხა ვიწყებ, ჩვენ თეატრი არ გინახავთ, რას იზავს, რას გააკეთებს? როგორ უნდა ეგ მეც მაინტერესებს. ეგ რაღაც დედლაინი აქვს. 20-მდე გაძლეო. 25 იყო თუ 20 ტრამპის ინაუგურაციის მერე აი განახერხო ეხლა და რა უნდა გამიკეთოს ჭოლამ, რა უნდა გამიკეთოს აი ამ დაუნებმა, რა უნდა გამიკეთო, ნუ აი აბსოლუტურმა პოლიტიკაში და ხო, მაგრამ რატო არ აქვს შენ თანაგანცდა და ემპათია ადამიანებს, რომლებიც 10 წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ რაღაც სამყაროს წარმოადგენდნენ და ხა ეს სამყარო ინგრევა და არ გინდა რომ ჩემს ასიკეთოთ უნდა თქვათ, უნდა აღიაროს ჩემმა მტერმას კიდე სულ ფეხებზე მეკიდა თეატრალები. ყოველთვის მეზიზღებოდა თეატრალები ყველა. შენ ქართული თეატრის ის ადეპტი არ ჩემი მეზიზღება. ყველა. მართლა, ნუ რობიკოს პიანი კაცია და აი ვაფშე ეს თეატრი მაგრა არ მევასებოდა არასოდეს. მაგას ვამოვდი ყოველთვის. მე ვარ ფიზიკოსი, შეუმდგარი. ეს ლირიკოსები, პოეტები, ვიღაცა ხელოვნებაცოდები, მაგრად ფეხებზე მკიდია ხალხო. ეს არის ბავშვები არიან, არალოგიკური, ულოგიკო ბავშვები. და არასოდეს მათთან არანაირი ემპათია არ მქონია. დავცინოდი ყოველთვის. ხო, მაგრამ ესენი ხო ჩვენი საზოგადოება. ხო გახსოვს არა? ყოველთვის დავცინოდი. რადიო 105-ში დავცინოდი ყოველთვის, რომ აი ამ შტერებს დავცინოდი. კიდე ერთხელ ვამბობ, აი დოიმ რა უნდა გააკეთოს, მართლა მაინტერესებს, რომ აი всё, აი ხა დაგერხათო რა, აი ხა დედას გიდერე. მოკლედ, ჩვენი გერბზე წერია, რომ ძალა ერთობაშია და შენ ხარ აბსოლუტური პოლარიზაციის ადეპტი. არა, ერთად ვარ, ხალხო, ეს არის მართლა. ამ ბავშვებს, ბიჭო, მე ბავშვობაში მცემდა დედაჩემი, იცი? ნუ ეხა ჩვენ დროს ეგეთი დრო იყო, რომ სასჯელი მოყვებოდა გადაცდომას. აი ხა პროსტა არ გამოდის, რომ ჩვენ ვცემოთ. დავით გურამიშვილის პრინციპებით იყო. არ გამოდის, რომ ჩვენ ვცემოთ. ეს არის რაღაცა გზააბნეული, გაურკვეველი მასა, რომელიც პროსტა უნდა რაღაცა დასრულდება მათი ისტერია, რა თქმა უნდა, ძალა ხალხი აკეთავართ. მე მაგაში დარწმუნებული. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების ისევ გამთლიანება, რაღაცა არ არის გამთლიანება საჭირო, ესენი არიან დღეს ამ ჭკუაზე არიან, ხვალ სხვა ჭკუაზე. ამათ რაციონალური ახან არაფერი არ აქვს. გადაიტანენ ამასაც, რა პრობლემა არის? კარგი, გასაგებია, მოკლედ ჩვენ შევეხეთ ამ ძალიან ისეთი მაღალ ტემპერატურაზე დავიწყეთ ეს სეზონი და ეს ეთერი. ერთს ვიტყვი რა, რასაც ისინი აკეთებენ. აი მაგალითად, აი ეს ჭხუბები, აყალმაყალები, მივარდნები, სანქციების მოლოდინი. ეს არის ნარკოტიკი, რომელზეც ხედან. ნარკოტიკს აქვს ესეთი ჩვევა, რომ უფრო და უფრო მეტი დოზა გინდა, ანუ არ ყოფნის. და სადღაც მიხვდებიან, რომ სწორ დაერხევათ რა. ღმერთმა ნუქნას ვიღაცამ ცემოს ესენი. პოლიციას არ გულისხმობ. ღმერთმა ნუქნას უბნის ტიპებმა არის ხალხი მასა, რომელსაც ვაფშე ვერ აკონტროლებთ ჩვენ. ქართული ოცნების ტიპები ვერ აკონტროლებენ აი ამ ტიპებს. და პროსტა მაგრად შეიძლება ეცემონ ღმერთმა ნუქნას ეგ არ შეიძლება ეს რომ მოხდეს. აი ამისგან მინდა
გავაფრთხილო ამ. ხო, სხვათა შორის ეგ რაღაც მომენტში ეგ რისკი გამოჩნდა და ამანაც გამოიწვია ერთგვარი რაღაცა პროტესტი, იმიტომ რომ მე ბევრი ადამიანი, ჩემი ნაცნობი მოდის და მეუბნება, რომ აი ამ საშუალებას ხედავთ ეს პრობლემა, ეს არ უნდა მოხდეს, აი ეგ ხაზი რასაც შეინძახი. ეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაილახოს და მართლაც კარგი იქნება თუ ეს რაღაცა პროცესი ამგვარად ჩაცხრა. მეც ერთ რამეში ნამდვილად გეთანხმები, რომ საქართველოს არის გლობალური კონტექსტის ნაწილი და გლობალურ კონტექსტში ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად. ეხა იქ ჯო ვილსონის რაღაცა ადმინისტრატორი ვინ იქნება, რომელი ქართველი აქედან მის ნაცვლად რო წერს ეხა ამ რაღაცა ტვიტებს, კვირაობით ხოლმე, ხო, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვერაფერს დიდ სურათს ვერ ცვლის და ეს რაღაცა პერეტრუბაცია არის გარდაუვალი და როგორც კი ეს ძალიან მალე რაღაცა კონტურებს შეიძენს, ეხა კონტურები ჩანს, მაგრამ უკვე ხელშესახები რო გახდება, ეს აუცილებლად საქართველოსაც აისახება. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი მეორე სეზონის პირველი გადაცემა დღეს დასრულებულია. მადლობა შალვა აი ამ რაღაცა ცოტა ემოციური დისკუსიისთვის. ჩვენ ეთერში დავბრუნდებით ტრადიციულად ხუთშაბათს, ორშაბათობით და ხუთშაბათობით ვიქნებით და გავაგრძელებთ უკვე მოკლედ როგორც დავაანონსეთ აი ამ თემატიკაზე ლაპარაკს. დიდი მადლობა, გემშვიდობებით დროებით.